გამოვედი საუზმეზე, მეგობრებო, აი ესე გამოიყურება საუზმე. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი არის, ჩემი ყოველდღიური საჭმელი არის მაინც მტნარი ყველი და პური. ეს არის სულ მეავქნოთ. მოკლედ უცებ ვისაუზმებ და გავალ მერე გარეთ, გავათვალიეროთ ქალაქი. ეს ერთი დღე გვაქვს და ვეცდები რომ ნაყოფიერად გამოვიყენოთ და ბაღდადის ყველა საინტერესო ადგილი მოვინახულოთ. ვიდრე ქალაქის დათვალიერებას დავიწყებდეთ, ტრადიციულად 1-2 სიტყვით მოგიყვებით ამ ქალაქის შესახებ. როგორც უკვე გითხარით, ბაღდადი არის ერაყის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს მდინარე ტიგროსის სანაპიროზე. ბაღდადი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და გამოირჩევა თავისი ულამაზესი ბაზრებით, ძველი მეჩეთებით და ქუჩებით. ბაღდადში მოგზაურობა შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე. ზოგი უბანი უსაფრთხოა, ზოგში კი უმჯობესია არ შეხვიდეთ. ყველაზე კარგი იდეა ადგილობრივ გიდთან ერთად გადაადგილება. ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილებში პოლიცია და დაცვა ხშირად არის. უნდა მოусმინოთ ადგილობრივ რჩევებს და ყოველთვის ფხიზლად იყოთ. თუ ფრთხილად იმოგზაურებთ, ბაღდადი შეიძლება ძალიან საინტერესო გამოცდილებად იქცეს. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ბაღდადშიც ხალხი ძალიან თბილი და მეგობრულები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამოიარა. ოფიციალურად ერაყში ომი 2003 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკა და მისი მოკავშირეები ქვეყანაში შემოვიდნენ. ხოლო 2010 წელს ომი ოფიციალურად დამთავრდა და 2011 წელს ამერიკის ჯარებმა მთლიანად დატოვა ერაყის ტერიტორია. მაგრამ სინამდვილეში ერაყში კონფლიქტები და ძალადობა გაგრძელდა. 2014 წელს გაჩნდა ისლამური სახელმწიფო, ISIS, რამაც ახალი დიდი ბრძოლები გამოიწვია. საბოლოოდ ISIS 2017 წელს დამარცხდა, მაგრამ ცალკეული შეტაკებები და უსაფრთხოების პრობლემები დღემდე არსებობს. ოფიციალურად ესეც ჩვენი პირველი გამოსვლა ბაღდადის ქუჩებში და პირველი გეგმა რაც არის, მინდა მოვინახულო ბაღდადის ისტორიული ადგილები, ისტორიული ნაწილი და აქედან არის დაახლოებით 3 კილომეტრში, ასე რომ ძალიან კიცხელა, მაგრამ რავი, თუ ძალიან არ შევწუხდი, მოკლედ მინდა რომ ფეხით გავისეირნო და ფეხით მივიდე იქამდე. რადგან გზაში ბევრი საინტერესო რაღაცეები შევხვდება დარწმუნებულია. დღეს პარასკევი არის და აქ არაფერი არ მუშაობს პარასკევობით, როგორც მითხრეს, მე არ მეგონა, არც ბანკები, არც რაღაციები, მოკლედ ყველაფერი დაკეტილი არის ქუჩაში, ეხლა რომ გამოვედი და იმედია ის ადგილები, სადაც მე მივდივარ, ღია იქნება. ვინც ბევრს მოგზაურობთ მსგავს ქვეყნებში ან გიმოგზაურიათ, დარწმუნებული ვარ, ეხლა ყველა კარგად გამიგებთ. ყოველთვის დგება დღე და რაღაც მომენტი, როდესაც აი იღლები რა, რაღაც შინაგანად გლის ეს ყველაფერი რა. აი სულ გადაადგილება სხვადასხვა ადგილებში, ეს სიბინძურე, საჭმელს რო ვერ ჭამ ნორმალურად. მოკლედ აი არის ხოლმე ხანდახან დღეები, როცა არაფრის გაკეთება აღარ გინდება და უბრალოდ გინდა რომ სასტუმროში იჯდე ერთი დღე და აისვენო რომ ცოტა აზე მოხვიდე და აი ზუსტად ეგეთი დღე მაქვს დღეს რა. დილიდან ძალიან ფეხს ვითრევდი გარეთ გამოსვლაზე. ძალიან მეზარებო და აი საერთოდ არაფერი არ მინდოდა, მაგრამ ერთი დღე გვაქვს ბაღდადში, ასე რომ ამ დღის დაკარგვას მაინც არ ვაპირებ და შევეცდები რომ მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო მაინც ეს დღე. ცენტრალური ქუჩიდან გადმოვუხვიე ახლა და შევეცდები რომ მეორე ქუჩას გავყვე, რომელიც მდინარე ტიგროსის სანაპიროზე მიდის და აქედაც დავათვალიეროთ რა ხდება. იქ სადაც მივდიოდი, ის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა არის, ასე რომ უკვე გასაგებია, რაც ხდება. ძირითადად ერთნაირად გამოიყურება ყველგან. ეხლა ვნახოთ სხვა ქუჩებიც როგორ გამოიყურება. დიდად აღფრთოვანებული მე პირადად არ ვარ ქუჩების მდგომარეობით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ერაყის წარსულს, რა წარსულიც გამოიარა, კიდე კარგად არის ყველაფერი. აი ქვემოთ თუ ხედავთ, ეგ არის მდინარე ტიგროსი და თუ მოვა ხერხე იქ ჩასვლა აუცილებლად ჩავა. ჯერჯერობით შეღობილი არის ყველაფერი. საშინელი მზი არის, აი ისე წვავს, რომ აი გრძნობ რა, როგორ იწვევი რა. დამცავს კი ვისმევ, მაგრამ არ ვიცი რამდენად შველის რა. შეიძლება ამ სიცხის ბრალიც არის ჩემი დღევანდელი ასეთი განწყობა. ვერ არ გავუძერლი სიცხეს და ტაქსი გავაჩერე, ტაქსით გავაგზავნებ გზას დაახლოებით 2 კილომეტრი ნახევარი არის და მოკლედ
ტაქსით მივალ იქამდე რა. მოვედით მეგობრებო, ეს არის ბაღდადის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და ცენტრალური ნაწილი. ზოგადად ტიგროსის აღმოსავლეთ ნაწილში არის უფრო ისტორიული ადგილები, ხოლო დასავლეთ ნაწილში არის უფრო თანამედროვე და ახალი ქალაქი. აი ასე გამოიყურება აქაურობა. აი კიდევ ერთ ასეთ ბაზარში შემოვედი, სადაც ძალიან ბევრი ხალხია და მოკლედ ძლივს დავდივარ. ძირითადად ერთი და იგივე რაღაცეები იყიდება ყველგან, შიგნითაც, გარეთაც და ძალიან ბევრი მაღაზიებია რა. ვინ ყიდულობს ამდენს ან რას ყიდიან, ძალიან მაინტერესებს. ტურისტებზე არის გათვლილი თქო რო გითხრათ, არ ამგონია, იმიტომ რომ რავი, ბევრ ტურისტს ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში ევროპიდან ან სხვა ქვეყნებიდან და ძირითადად მაინც ირანელები არიან ალბათ რა ტურისტები და შეიძლება ირანელებზეა გათვლილი. არც თუ ისე ცოტანი არიან, ასე რომ თუ აქტიურად ჩამოდიან ტურისტები, საკმაოდ კარგი ვაჭრობაც ექნებათ. აი ასე გამოიყურება ძირითადად მთლიანად ეს უბანი. ჩემი სასტუმროც ამ უბნის ნაწილია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური ისეთი ისტორიული უბანი ამ ქალაქის. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და ძირითადად არის აი ესეთი უძველესი მეჩეთები და ძველი შენობები. ქუჩებში სიბინძური არის, არ ვიტყვი რომ თლად ბანგლადეშივით არის, მაგრამ არანაკლებია, აი ყველგან ნაგავიყრია ძირს რა. არ ვიცი, აი სადაც გაიხედები, ყველგან არის ძალიან ბევრი ნაგავი. ბოთლები, რავი, საჭმელი, საჭმლის ნარჩენები, მოკლედ აი ყველაფერი ძირს ყრია. ჩემთვის ვიდექი რაღაცებს ვიღებდი და უცებ მოვიდნენ ორი ახალგაზრდა ბიჭი და წყალი მაჩუქეს. აი ამას ვერ დაუკარგავთ ამ ხალხს. ძალიან მეგობრული ხალხია და რავი ეს თუ მეორე მხარე უარყოფითი აქვს ამ ქვეყანას რომ სიბინძურია, ქაოსია, მოკლედ ტურისტულად არამიმზიდველი არის ჯერჯერობით, ხალხი არის ძალიან მეგობრული მართლა და რავი აი იშვიათი ქვეყანა არის სადაც თითქმის ყველა ძალიან მეგობრულად არის განწყობილი. აი ეს ბიჭები არიან ვინც წყალი მაჩუქა. Hello. You speak English? Yeah. Yeah? I'm from Georgia. Georgia. Yeah. Welcome, sir. You know Georgia? Yeah, I know. You have to protect your skin. Skin. Yeah, you have to protect it. Yeah, I have, but it's not working. Sun is very hot. Yeah. აი ესეთი ახალგაზრდები არიან რა. სად დავდივარ, საერთოდ აზზე არა ვარ რა. უბრალოდ ესე დავდივარ ქუჩებში. არც რუკას არ უყურებ არაფერი, აი. სადღაც შუა ბაღდადში დავბოდია. وقعت مرة فيه والله صار في حالة نفسية ეს შენობები ალბათ ომის მერე არის ყველა განადგურებული. აი ზუსტად ეს არის იმ ძველი ბაღდადის ტერიტორია, რომლის რეკონსტრუქციაც მიდის, ახლა როგორც ჩანს, ყველგან აღდგენითი სამუშაოები არის და თუ მომავალში ჩამოხვალთ სამოგზაუროთ, უკვე დამთავრებული დაგხვდებათ. აი ესეთი ლამაზი შენობები არის სულ. და ქუჩის ბოლოში უკვე იწყება ის ბაზარი, სადაც უკვე ვიყავით. How are you? All of you. You love me. No English. Arabi. Arabic. Yeah. Arabi. Yeah. شلونك؟ You are Slovak? شلونك؟ How are you؟ I don't understand. ما تعرف انجليزي.
Okay. هذا عنده قناة على اليوتيوب؟ YouTube. يوتيوب؟ Yeah. شو حسابك؟ წავედით ახლა ნელ-ნელა დავიძრათ ქალაქის უფრო თანამედროვე მხარეს, რომელსაც ქვია მწვანე ზონა. აი ასე ქვია იმ ტერიტორიას, სადაც გაშენებულია ახალი ბაღდადი. Hello. حبيبي Green zone. وين؟ Green zone. وين Hey, hello. How are you? Thank you. Fine. How are you? I want to go in green zone. This- Green zone is very big. Where do you want to go? in the which side? This. Where do you want to go? This. Inside the, oh, this is must I be know. Shahid, but it's closed. It's closed. You can only You can only buy the door? Yeah, this side. I think of you need the- 4,000 dinar to give them, I think. Taxi. هو شاء الله راح وياهم. They go just now. same. الله يساعدك يا غاتي. النصب الشهيد يم الباب تاخذ له. აი ეს კაცი ვინც ჩანდა კადრებში, ეგ იყო ვისთან ერთადაც ჩამოვედი, უფასო დრო წამომიყვანა და შემთხვევით თვითონ დამინახა და მეძახდა ჯორჯია და მოკლედ ეგ დამეხმარა ეხლაც ამ ტაქსის მოძებნაში. الإمام الحسن سلام الله عليه صلى الجمعة والإمام الحسين سلام الله მოვედი მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა კიდე ამ ქალაქში შაჰიდების მონუმენტი, რომელიც 1993 წელს აშენდა, მაგრამ სამწუხაროდ დაკეტილი დამხვდა და ესე შორიდან უნდა დავტყვეთ ამ სანახაობით. وتعرف انه كما انه ورد عن السيد الشهيد الصدر მოვედით ქალაქის ცენტრში, აი ესე გამოიყურება. ო აი ესე ისვენებენ ჩრდილში. და აი ამ ცენტრალური მოედანის პირდაპირ შუაგულში არის აი ასეთი მონუმენტი, რომელსაც ქვია თავისუფლების ხელი, რომელიც ეძღვნება ერაყის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. აი ეს არის ამ ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი და ცენტრალური ქუჩა, რომელსაც ახლა ესე ჩაუყვები და ძალიან ბევრი მაღაზიებია, მაგრამ აი ვის წარმოგედგინათ, რომ ერაყში აი ასეთი მოწესრიგებული ქუჩებიც იქნებოდა. ზებრას ფუნქცია აქაც დაკარგული აქვს სამწუხაროდ. არა, გამოცდილება მაინც დავისაშვება. სიმართლე გითხრათ, მე ბაღდადი დიდად არ მომეწონა. სხვა ქალაქებთან შედარებით უფრო დიდია და მოწესრიგებული, მაგრამ მაინც აი რაღაცა აკლია თითქოს რა. ეს სანახაობები რაც არის, რამოდენიმე საათში შეგიძლია მოიარო და უშო მეტი არაფერი არ ხდება. როგორც ვიცი, ქურთისტანის რეგიონი ბევრად უფრო განვითარებულია და ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე დანარჩენი ერაყი. ქურთისტანი ავტონომიური რეგიონია, როგორც გითხარით და ამერიკელები აკონტროლებენ ძირითადად, ამიტომ ბევრად უფრო ლამაზი, განვითარებული და უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის, მაგალითად ერბილში, სადაც ხვალ უნდა წავიდეთ. აი ჩემს უკან ახლა თუ ხედავთ პოლიციის მანქანას, ეგეთი მანქანები იცავენ ერაყში უსაფრთხოებას, სამხედროები არიან, თავისი ტყვიამფრქვევებით და ასე შემდეგ, სრული აღჭურვილობით. როგორც ჩანს, საჭიროა თორე ტყუილა არ იქნებოდა. გზაამერია მეგობრებო, ესე იცის ზედმეტმა თავდაჯერებულობამ, აღარ დავხედე რუკას და არ ვიცი, შემოვედი რაღაც დასახლებაში ვარ. აი ესე ცხოვრობენ დედაქალაქში ერაყელები. მე როგორ მოვხვდე ხა იქ, აღარ ვიცი, იმიტომ რომ აი შორს ამოვედი იქიდან და იმედია მივაგნებ რა. იმედია გავალ აქედან. აი რამხელა კორპუსები შენდება იქით. არა და სულ რამოდენიმე წლის წინ ომი იყო ამ ქვეყანაში. აი აქ მოვდიოდი მეგობრებო ამდენი ხანი. უკვე 1 საათი არის დავდივარ და როგორც იქნა მოღვად იქ. შემოვედი მეგობრებო და საკმაოდ დიდი და კარგი მოლი არის. ძალიან ბევრი ბრენდები არის საერთაშორისო და შევეცდები განახოთ, იმიტომ რომ გადაღება აკრძალულია.
მოკლედ KFC-ში შემოვედი, როგორც გითხარით. აი ესეთი კერძი შევუყვეთე, მოკლედ. ინდოეთში იყო ხოლმე მსგავსი და აქაც დავაგემოვნებ, ეხლა ვნახოთ, იქ ძალიან გემრიელი იყო, ძალიან მომწონდა. წესით აქაც გემრიელი უნდა იყოს. ბრინჯი აქაც გემრიელია ძალიან. შეზავებულია და კარგია, მაგრამ ინდოეთში უფრო გემრიელი იყო ჩემი აზრით. ცოტა უცნაურად კი ჟღერს, რომ ინდოეთში რამე უფრო გემრიელი იყო, მაგრამ ფაქტია რა. მოკლედ, KFC ისეთ ქვეყნებში დამიგემოვნებია, რომ არ ვიცი, ბანგლადეშიდან მოყოლებული თუ რომელიმე ხუთისგან მივიწყებული წერტილი არის მსოფლიოში, მე მგონი ყველგან მიჭამია KFC და რავი, ერთი ისე მაინც შემომეხმიანეთ. მომიკითხეთ, მომეწონა თუ არა. აი ესე გამოიყურება ქალაქის ახალი ნაწილი და რავი, საკმაოდ კარგად გამოიყურება სხვათა შორის. ეთყობა, რომ ეხლა კეთდება, გზები ჯერ არ არის დაგებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეთყობა, რომ ბევრი რამე კეთდება. სიბინძურე, რა თქმა უნდა, აქაც არის და არც ისე სასიამოვნო სუნი დგას ქუჩებში, მაგრამ ალბათ გამოასწორებ. ერთ შენობაზე რამდენი წარწერა არის, ნახეთ. არ ვიცი, ალბათ ყველაფრის რეკლამა არის ამ შენობაზე. აი რაც არიელი არის, აი ესაა ქუჩა, სადაც ჩემი სასტუმრო არის და კაცი შვილი არ დადის, ყველაფერი დაკეტილი. დავბრუნდი სასტუმროში, მეგობრებო და ვერ აგიხსნით ისეთი სასიამოვნო შეგრძნება, მგონია რომ აი რაღაც უდაბნოდან შემოვედი ოაზისში, იმიტომ რომ აი კონდიციონერი რო ჩავრთე, ეხლა გამოუფხიზელდი მოკლედ რა. იმედია საინტერესო დღე იყო თქვენთვისაც, იმედია მოგეწონათ, რა თქმა უნდა არ დაგაუწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. მე დღეს არსად გასვლას აღარ ვაპირებ, შევეცდები დავისვენო, ძალები აღვიდგინო და ხვალ დილით გავაგზავნოთ გზა და წავიდეთ ქალაქ ერბილში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, როგორც ამბობენ მთელს ერაყში. ასე რომ აუცილებლად ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. გაგიბრუნდით მეგობრებო და დღეს მივემართებით ქალაქი ერბილისკენ. აი ასეთი მანქანა ვიქირავე, უფრო სწორად სამნი ვართ. თითო ადამიანი ვიხდით 30,000 ერაყულ დინარს, რაც არის დაახლოებით $25-მდე. გასავლელი გვაქვს 400 კილომეტრი, ასე რომ ფასი მე მგონი ნორმალურია. მოკლედ ეს იყო იდეალური გამოსავალი, ასე რომ წავედით ერბილისკენ და იმედია კომფორტული და კარგი მგზავრობა გვექნება. და რა თქმა უნდა, დღესვე დავიწყებ ქალაქის დათვალიერებას, როგორც კი დავბინავდები და სასტუმროს ვიპოვე. მოკლედ 1 საათნახევარია, ისევ აგვდგავართ, ვერ აგროვებს ხალხს რომ წავიდეთ რა. არ ვიცი, ესეთი რამე არსად არ მინახავს, რომ მოვედი, მითხრა რომ всё, აი შენო და გავდივართო, ერთი კაცის და გავდივართო და იმის მერე საათნახევარია აგვდგავართ და ვერ წავედით კიდე. თავიდან როგორც მითხრა, საერთოდ სამნი უნდა წავსულიყავით, ანუ მცხოლი და კიდე სამნი ვიყავით. ეხლა როგორც აღმოჩნდა, კიდე ერთი კაცი აკლია, ანუ ჯამში გამოდის, რომ 6 კაცი უნდა შეაგროვოს, რომ წავიდეთ რა. კიდე 2 კაცი უნდა ნახოს. რავი, იმედია მალე შეგროვდება, თორე დაღამდება უკვე სადაცაა და დღევანდელ დღეს ფაქტიურად ყუილა დავკარგავთ ერბილში. თავარი სათქმელი დამავიწყდა მეგობრებო თქვენთვის, რომ მეთქვა დღეს არის 3 მაისი, როდესაც ამ ვიდეოს წერდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ჩემ დაბადების დღეზე ვიქნებოდი შუაგულ ერაყში და ავტობუსის ძებნას დავიწყებდი, რომ წავსულიყავი ქალაქ ერბილის მიმართულებით, მაგრამ ესაა ცხოვრება რა, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ხანდახან წარმოუდგენელია, მაგრამ შეიძლება დადგეს ერთი დღე და ესე შენ დაბადების დღეზე შუაგულ ერაყში აღმოჩნდე.
დაბადების დღის გამოც კი არ გადავდე ჩემი მოგზაურობა. ზუსტად აი ეს არის მოგზაურობის სიყვარული და YouTube-ის სიყვარული, მეგობრებო, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვსულიყავი აქ და მალე გამეზიარებინა მთელი ამ ქვეყნის მოგზაურობაც თქვენთვის. ესეც ჩვენი პირველი შესვენება და როგორც ამბობენ ზოგადად ქურთისტანის რეგიონი ბევრად უფრო მოწესრიგებული და ბევრად უფრო უსაფრთხოა. ჯერ არ შევსულვართ იქ, მაგრამ მაინც რაც უფრო უახლოვდებით, უფრო და უფრო ეთყობა. ამასობაში ნახევარზე მეტი კი გამოგვივლია და დარჩენილი არის 190 კილომეტრი. დაახლოებით 2 საათის გზა არის და იმედია მალე გავაგრძელებთ გზას, იმიტომ რომ მე არც ჭამას ვაპირებ აქ და არაფერი და ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ, რომ დავბინავდე და გავიდე ქალაქი დავათვალიერო. მოვედით საზღვარზე და ეხლა პასპორტში ამოწმებენ ვიზას და წესით მარტივად უნდა გადავიდეთ. გამოვიარე, უბრალოდ პასპორტი შემიმოწმეს. ეხლა კიდე ერთი პასპორტ კონტროლი უნდა გავიაროთ და უკვე გადავალთ ქურთისტანის ტერიტორიაზე. You have like this. გამოვიარე, შემოწმება პატარა ვიზასავით გამიკეთეს თავიდან, რომელიც საზღვარზე რო გამოვედი დაიტოვეს და მომცეს უფლება რომ შემოვსულიყავი. ვაგრძელებთ გზას დაახლოებით 1 საათის გზა დაგვრჩა და დღეს სამწუხაროდ მე მგონი ვეღარ მოვასწრებთ ქალაქში გასვლას. ერთად ვიმგზავრ. Very good. Very good. Goodbye. შუქრია. Shukriyan. აი ეს ადამიანი დამეხმარა მოკლედ და ერთად ვიმგზავრ. Thank you for help. Have a good day. Bye. პატარა პრობლემას შევეჩეხე მოკლედ. როგორც აღმოჩნდა, საერთაშორისო ბანკები არ არის ამ რეგიონში. რამოდენიმე არის, როგორც ახლა მოუძებნე და ბანკომატებიდან თანხა ვერ გამომაქვს რა. სასტუმროს ფული მაქვს გადასახდელი და ტაქსის ფული რომ მივცე. დავდივართ ახლა ვეძებთ რომელიმე საერთაშორისო ბანკს რომ იქნებ შეუძლო თანხის გამოტანა. ბაღდადში მსგავსი პრობლემა არ ყოფილა. პირველივე ბანკომატიდან ჩვეულებრივად გამოვიტანე თანხა და აქ რატო არის ასეთი პრობლემა არ ვიცი. შეიძლება იქ უბრალოდ გამიმართლა. ავედი ჩემს სასტუმროსთან, თანხაც გამოვიტანე, რომელიღაც საერთაშორისო ბანკიდან. დღეს არ ვიცი რამდენად მოვახერხებ გარეთ გასვლას, იმიტომ რომ უკვე მოსაღამოა სანამ ჩეკინს გავივლი ცოტას დავისვენებ, მოწესრიგდები ალბათ დაღამდება. და მოდით დღეს ამ ქალაქზე არაფერს არ გეტყვით, იმიტომ რომ ეხლა რასაც უყურებთ თელეგზა სანამ სასტუმრომდე მოვედი, ერაყში, სადაც ჩვენ ეხლა ვიმოგზაურეთ, რადიკალურად განსხვავებულია ეს ტერიტორია. შეიძლება იფიქროთ, რომ ერაყში არ ვარ და რაღაც სხვა ქვეყანაში ჩამოვედი ეხლა, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან დიდი განსხვავება არის და მინდა რომ კარგად გაჩვენოთ ყველაფერი. ხო და ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ აუცილებლად, ხვალ დილიდან დავათვალიეროთ ქალაქი ერბილი. აი ეს არის ჩემი სასტუმრო. Oh, thank you. Hello. I have a reservation booking. Just a second, I will give you your name. I'm sure Mr. Okay. Levan. Levan, yeah. For tonight. Tonight, yeah. მე მგონი კარგი არჩევანი გავაკეთე. აბა ერთად ვნახოთ ჩვენი ნომერი. შვენიერი, ძალიან კარგად ამოიყურება ყველაფერი. ხედი ვნახოთ. შვენიერი. ნომერში რო ჩაიდანი და ყავა არის, ეგ არის ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი. აბაზანოც ვნახოთ ბარემ. მაგაც საკმაოდ სისუფთავეა.
ხედი ქუჩაზე მე თვითონ ავირჩიე, თორემ თავაზობდნენ ეზოს მხარესაც, მაგრამ ქუჩის მხარეს მერჩივნა მე რატომღაც. და ამ სასტუმროში ვიხდი ერთ ღამეში $40, ორი ღამით დაუჯავშნე ეს სასტუმრო და რა ვიცი, ნორმალურია რა. ჩემი აზრით, პირველი სასტუმრო სადაც ვიყავი, ის მაინც ჯობდა ამას, მაგრამ დანარჩენებს სადაც გავჩერდი, ეს სასტუმრო ყველას ჯობია რა. დღეს გარეთ გასვლას აღარ ვაპირებ, მაგრამ მინდა რომ რამე გემრიელი დავაგემოვნო და გავივლი აქვე, თუ რამე საინტერესო ვნახე, თქვენთან ერთად დავაგემოვნებ, თუ არა და დავბრუნდები ისევ სასტუმროში. აი ესეთ ადგილს მოვაგენი, ჩემი სასტუმროდან დაახლოებით 50 მეტრში არის, ესეთი სწრაფი კვება არის და სამწუხაროდ მენიუ არ არის ინგლისურად, ასე რომ რავი, უბრალოდ რასაც ყველა ჭამდა, ის შეუკვეთე მეც რა. აი ესე გამოიყურება, რაღაც შაურმასავით არის და ეს წვნიანი არის, ჯერ წვნიანს ჭამე ხოლმე, რაღაც აპეტაიზერივით არის და მერე უკვე ძირითად კერძს. ძალიან დიდი პური არის და ძალიან ცოტა ხორციყრია რა. ძალიან იაფი ღირდა დაახლოებით $2 გადავიხადე ამაში. საკმაოდ დიდი პორციაა, მაგრამ რავი, პური უფრო გემრიელია მე მგონი. ხორცი არ ვიცი რისია. ქათამს არ გავს, ხორცს აქ არ ჭამენ, რა თქმა უნდა. და ერთადერთი ვარიანტი რჩება, რომ ან ცხრის ხორცია, ან საქონლის, მაგრამ ცხრის გემო არ აქვს დიდად, ასე რომ ალბათ საქონლის ხორცით არის. დავბრუნდი მეგობრებო სასტუმროში და დადგა დრო ტრადიციულად, სიმბოლურად მეც ჩავაქრო სანთლები. მე რა რომ მარტო ვარ ერაყში. უпростоრად მარტო არ ვარ, ჩემს უკან მთელი 45,000 კაცი დგას თითქმის, რაზეც რა ვიცი. მადლობის მეტი რა უნდა გითხრათ. დიდი მადლობა რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან ერთად ხართ. ჩემთან ერთად მოგზაურობთ, მამხნევებთ. ზუსტად აი ამ мотивაციამ, რასაც თქვენ მაძლევთ ყოველდღიურად, ჩემ თავს ვერ მივეცი უფლება, რომ კიდევ უფრო გადამეწია მოგზაურობის დაწყება, რომ კიდევ უფრო დაეგვიანა მე ვიდეოს YouTube-ზე, ასე რომ პირველ რიგში თქვენ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან ერთად ხართ, ჩემთან ერთად მოგზაურობთ, მაძლიერებთ, მამხნევებთ. იმედია ასეც გაგრძელდება, იმედია მომდევნო დაბადების დღეზე უკვე 100,000 ვიქნებით მინიმუმ, დიდი იმედი მაქვს. ასე რომ ტრადიციულად ეხლა მეც ჩავიფიქრებ სურვილს და ნახოთ როგორ აგვიხდება მომდევნო დაბადების დღემდე. ერბილი კაცობრიობის უძველესი უწყვეტად დასახლებული ქალაქია. საუკუნეების განმავლობაში აქ სხვადასხვა ცივილიზაციები ცხოვრობდნენ: შუმერები, ასურელები და ბაბილონელები. აქ, ქალაქის შუაგულში, დგას ერბილის ციხე, ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, ეს ციხე დაახლოებით 6,000 წლის წინ აშენდა. დღესდღეობით ერბილი ქურთისტანის რეგიონის დედაქალაქია და ეს არის ქალაქი, სადაც უძველესი ისტორიები და თანამედროვე ცხოვრება ჩვენივრად ერწყმის ერთმანეთს. ბევრს გონია, რომ ქურთისტანში მოგზაურობაც ისეთივე საშიშია, როგორც ერაყის დანარჩენ ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ასე არ არის. ქურთისტანის რეგიონი ბევრად უფრო მშვიდი არის, ვიდრე დანარჩენი ერაყის ტერიტორია, ასე რომ აქ ტურიზმი უფრო განვითარებულია. თუმცა რა თქმა უნდა, სიფრთხილეს თავი ასტყივა და აქაც ისევე როგორც ერაყის დანარჩენ ტერიტორიებზე, ხამე გადაადგილებას ისეთ უბნებში, სადაც რეკომენდირებული არ არის შესვლა, უნდა მოერიდოთ. დანარჩენი შემიძლია გითხრათ, რომ ერაყის სხვა ქალაქებთან შედარებით აქ ბევრად უფრო უსაფრთხოა. ასე რომ, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, Instagram-ზე გამომყევით აუცილებლად და წავიდეთ დავათვალიეროთ ქალაქი ერბილი. დღეს რა თქმა უნდა, ძირითადად ფეხით ვისეირნებ, რადგან ბევრად უფრო სასიამოვნოა ამ ქალაქში ფეხით სეირნობა, რადგან სიცუფთავია, მოწესრიგებულია, ბევრად უფრო სიმშვიდეა, არ გავს ერაყის სხვა ქალაქებს. პირველივე ჩამოსვლისთანავე თვალში მომხვდა, რომ ბევრად უფრო სისუფთავი არის ქუჩებში. ნაგავი თითქმის არ ყრია თუ რა თქმა უნდა რაღაც გამონაკლისებს არ ჩავთვლით. ჩვენი პირველი ლოკაცია რა თქმა უნდა იქნება ერბილის ციხე, რომელიც როგორც უკვე გითხარით 6,000 წლის არის.
ნახეთ როგორი მოწესრიგებული არის სახლებიც, ქუჩებიც. ცოტა ნაგავიყრია, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოდ მეჩვენება ეს ყველაფერი. იმ ქალაქების მერე სადაც ვიყავით, რომ საერთოდ ყურადღებასაც არ ვაქცე. სხვათა შორის ერბილი არის ქალაქი, სადაც ქალები დადიან ჩვეულებრივად ჩაცმულები, ძალიან ბევრი დადის ჩადრის გარეშეც, ანუ ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, რასაც ერაყის დანარჩენ ქალაქებზე ვერ ვიტყვით, მე იქ არ შემხვედრია ასეთი თავისუფლება ქალების. ძალიან ბევრი მანქანებითაც დადიან. რამოდენიმე იქაც დავინახე ერაყის სხვა ქალაქებში. მაგალითად ბაღდადში იყო მე მგონი, სადაც ქალი იჯდა საჭესთან რა, მაგრამ აი ძალიან იშვიათად მხვდებოდა მსგავსი შემთხვევები და აქ ძალიან ბევრი არის, ბევრად უფრო მეტი თავისუფლებაა როგორც ჩანს. სხვათა შორის მანქანები საკმაოდ ნორმალური დადის, ახალი მანქანები დადის და რამოდენიმე ტესლაც კი შევამჩნია ამ ნავთობის ქვეყანაში. აი მითხარით, ეხლა რამდენი ელოდებოდით, რომ ერაყში მსგავსი ქალაქებიც იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს არ გეცოდინებოდათ. ისევე როგორც მე და ძალიან მიხარია, რომ ისევ ჩვენ არხზე კიდევ ერთი ქვეყნის შესახებ დავამსხვრიეთ მითები. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რაღაც ცივილიზაციაში დავბრუნდი რა. მაღაზიაშიც ვიყავი გუშინ საღამოს ჩამოსული და აი თითქმის ყველაფერი იყო, ისეთი პროდუქტიც კი იყო, რაც ჩვენთანაც არ იყიდება და აი მოკლედ ძალიან საინტერესოა აქაურობა ჩემთვის, რომ როგორ შეიძლება ერთი ქვეყნის ორი რეგიონი აი ასეთი განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან. არც სამხედროებით განანტყვია მქვევებით ყველა ფეხის ნაბიჯზე და შვიდად გადაადგილდები ქუჩებში. თქვენ ერაყული შიდა სამზარეულოდან გაგიზიარებთ პატარა ინფორმაციას, რაც მეც აქ ყოფნის პერიოდში გავიგე. ერაყი არის საპარლამენტო ქვეყანა და პირველი პირი ქვეყნის არის პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტიც ყავთ, მაგრამ პრეზიდენტი უფრო სიმბოლურ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველაზე დიდი ძალაუფლება ამ ქვეყანაში აქვს მუსულმანურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს. ერთ-ერთი არის ასეთი შიიტური დაჯგუფება, რომლის ლიდერიც არის მუქთადა ალ-სადარი, რომლის სახელისხსენებაც კი ეშინიათ ერაყში, რადგან ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. ადგილობრივები როგორც მეუბნებოდნენ, რა თქმა უნდა ვიდეოს გარეთ მეუბნებოდნენ ამ ყველაფერს. ნებისმიერ თავის მხარდამჭერს რო უთხრასო, რომ აი შენი ოჯახის წევრი გამოიყვანე და მოკალიო, უსიტყვოდ დაემორჩილებიანო რა. ასე რომ ასეთ დაჯგუფებებს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ერაყში. აქ არ ვიცი რა ხდება, მაგრამ აი ძალიან ბევრი ესე ტრადიციულ განსაცმელში გამოწყობილი ადამიანები დგანან. აი ეს არის ტრადიციული ტანსაცმელი. აი ესეთი კამრები უკეთიათ წელზე. მოვადექით ერბილის ციხეს. იმედია დაკეტილი არ არის და შევძლებთ ასვლას და დათვალიერებას. ესე გამოიყურება მიმდებარე ქუჩები. აი ზემოთ არის თვითონ ციხესიმაგრე. აქაც როგორც მთელ ქალაქში სისუფთავეა, ყველაფერი მოწესრიგებულია, ბევრი მაღაზიები და ასე შემდეგ. მოვედით მეგობრებო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შიგნით შესვლა აკრძალული არის, დაკეტილია, არც ბილეთი არ არის, არაფერი. უბრალოდ არ შეიძლება შიგნით შესვლა. ეხლა ვკითხე დაცვას და ორ თვეში გაიხსნებაო რა. როგორც ჩანს რაღაც რეკონსტრუქცია არის და ორ თვეში დამთავრდება რა. ასე რომ ვინც ორ თვეში ესტუმრებით ამ ადგილს შეძლებთ დაათვალიეროთ. სამაგიეროდ აი ასეთი ხედები იშლება ქალაქ ერბილზე. ზუსტად აი ეს ციხესიმაგრე ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ, რომელიც უკვე 6000 წელზე მეტისაა. და ზუსტად აი ამ ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ ის უძველესი ცივილიზაციები. ხოლო 2014 წელს უკვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. აი ეს ქვემოთ რასაც ხედავთ, სულ არის ქალაქის ძველი და ისტორიული ნაწილი, რომელსაც ეხლა ჩავალ და დავათვალიერებთ. წავიდეთ, გავაგრძელოთ გზა ქალაქის დათვალიერება, იმიტომ რომ ცოტა მოიღრუბლა და მე მგონი წვიმასაც აპირებს და იმედია დღევანდელ დღეს არ ჩაგვაშხამებს დაგვაცდის გადაღებას და ხვალიდან რაც უნდა ის უქნია.
ესეც ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული და უძველესი ბაზარი. თავდაპირველად ამ ბაზარში ოქროულობით ხალიჩები და სხვადასხვა სუნელებით ვაჭრობდნენ, ხოლო დღეს უკვე ყველაფერი იყიდება და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი ტურისტული სანახაობა. ერაყული ჩურჩხელებიც ვიპოვე. What is this name? Just name. Name Sajak. Sajak. It's Kurdish Arabic is Sajak. Kurdish Arabic. Name. I'm from Georgia. You know Georgia. Welcome. We have same like this, but it's named Churchkhela. Churchkhela? Yeah. Name Georgia? Yeah. Churchkhela. Same like this. ესეც ერთ-ერთი მთავარი მოედანი, სადაც გამოდიან ისვენებენ ადგილობრივები. ოპა, რა კადრი დავიჭირე. ისეთი ცუდი ამინდია, რომ დაღამდა მეგობრებო, აი. არა და პირველი საათია და ესე მგონია, რომ ღამდება უკვე. ბაზარშიც კი სისუფთავია მეგობრებო რა. როგორც ხედავთ, მინიმალური ნაგავი ყრია ძირს. Chicken, yes. Sit down. კუჩის კვების დროც მოვიდა მეგობრებო. არ ვიცი ეს რა არის, რა შაურმასავით არის, ქათმის არის. აი ესე გამოიყურება. საკმაოდ ბევრი ადგილობრივი ჭამს, როგორც ხედავთ, ბევრი ზის შიგნით, ასე რომ ჩვენს დავაგემოვნოთ. გემრიელი. Good. Yeah. ყველა ელოდება ჩემ რეაქციას, რა. გამოვედი და მე სანამ ეს კუჩის საჭმელი დავაგემოვნე, გარეთ წვიმას დაიწყო უკვე. ასე რომ ხელი გეგმები ამერია, ეხლა არ ვიცი რა ვქნარის სინახვაც მინდოდა. იქ ვეღარ წავალ ეხლა ფიზიკურად, იმიტომ რომ ღიაცის ქვეშ არის და დაველოდოთ სანამ გადაიღებს წვიმა. იქნებ კიდე რამე დავაგემოვნოთ აქვე. ზეც გამოვიდა, წვიმამ გადაიღო, ოდნავ წინ წყლავს ძალიან, ასე რომ იმედია ხელს არ შეგვიშლის. ყველა იუთუბერის იდეალური ქვეყანა არის, სადაც რა თქმა უნდა კამერაზე პრობლემა არ აქვს არავის, ყველა მოდის გესაუბრება და კარგი დამოკიდებულება აქვს რა. ამიტომ ესეთ ქვეყნებში გადაღება რა თქმა უნდა ბევრად სასიამოვნო და მარტივია, მაგრამ არის ხოლმე ქვეყნები, სადაც ხანდახან აი შემაწუხებელი ხდება რა ეს ყველაფერი. მაგალითად აფრიკაში, ინდოეთშიც აი მიუხედავად იმისა, რომ ყველა დადებითად არის განწყობილი, რაღაც მომენტში შეიძლება უკვე შემაწუხებელიც გახდეს, იმიტომ რომ რაღაცის გადაღება რო გინდა, რაღაცის ლაპარაკი გინდა, არ გაცდია რა, მოკლედ რა ამ ყველაფერს. აი ერაყი ეგეთ ქვეყნებს არ მიეკუთვნება, სადაც შეიძლება რომ ვინმე შეგაწუხოს რა. ყველა სიამოვნებს ურთიერთობა, თუ მიხვალ გამოელაპარაკები, კამერასთანაც პრობლემა არ აქვს, თუ გადაღება გინდა შეგიძლია გადაუღო, არავინ ამის გამო ჩხუბს არ დაგიწყებს, მაგრამ თვითონ არიჩენენ ინიციატივას, რომ აი თვითონ შემოვიდნენ კონტაქტში რა. ამიტომ რაღაც მხრივ ეს შეიძლება პლუსიც იყოს რა. შეგიძლია თავისუფლად იარო ქუჩაში და არ შეგაწუხებენ რა. სასაფლაოზე მოვედი შემთხვევით. მეგობრებო. აი ესე გამოიყურება სასაფლაო. რატო აღმოჩნდი აქ არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ დაცხა უკვე ზეც გამოვიდა, ღრუბელი გადავიდა და ამ სეირნობაში მოვხვდით კიდევ ერთ მთავარ სანახაობასთან ამ ქალაქში. ეს არის ქალაქ ერბილის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, მინარეთი, რომელიც აშენდა მე-12 საუკუნეში და ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარ სიმბოლოდ ითვლება. ხოლო ეს პარკი, სადაც ეს მინარეთი მდებარეობს, ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი თავშეყრის ადგილი არის, როგორც ნახე ინტერნეტში და საკმაოდ კარგად გამოიყურება ყველაფერი სუფთად. აი, ბევრი მსგავსი ბიუსტი არის აქ. ზუსტად არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება გამოჩენილი ქურთები არიან. ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ
ყველაფერი საკმაოდ ლამაზად და მოწესრიგებულად გამოიყურება. საღამოს ვერ შეგპირდებით აქ გამოსვლას, რადგან ჩემი სასტუმროდან საკმაოდ შორს არის. მაგრამ ვაპირებ, რომ საღამოსაც გავისერინო გარეთ და ღამის ერბილიც დავათვალიეროთ. პარკში დავუჯექი ცოტა ხანი დასასვენებლად, მაგრამ აი 2 წუთში შეიცვალა, ისევ ამინდი, ქარი ამოვარ და ისევ მოიღრუბლა და იმედია ისევ არ იწვიებს, ასე რომ ნელ-ნელა დავიძრები სასტუმროსკენ მივა. ცოტა ხანი დავისვენებ და მერე საღამოს გამოვალ უკვე ქალაქში და ღამის ერბილსაც დაგათვალიერებინებთ და რა თქმა უნდა მეც დავათვალიერებ. აი მეგობრებო, ზუსტად ამის სანახავად მივდიოდი, ეხლა წვიმა რო არ დაწყებულიყო, ეს არის ქალაქის ახალი ტერიტორია, სადაც შენდება ახალი ცათამბჯენები და ასე შემდეგ და სეტყვა დაიწყო მეგობრებო. სეტყვა დაიწყო ამასობაში, რა წვიმა. რა ხდება ნახე. აი ძმაო, ტექნოლოგია ესე უნდა დაიწყო მანქანა. ეხლა შევამჩნიე, რომ აი ესეთ ადგილას გავჩერებულ ვარ და ბარემ ყავასაც დავლევ. როგორც ჩანს, ჯერ წვიმა მაინც არ აპირებს გადაღებას, ასე რომ აქ მომიწევს დგომა. აქ არის ზებრა. და აი ეს არის მოძრაობა. თქვენი აზრით ეხლა აქ ვინმე გააჩერებს მანქანას, რომ გადამიშვას? შანსი არ არის აქ რო გადახვიდე, როგორ უნდა გადახვიდე. ის შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა ადამიანს. ეხლა მეორე შანსი გვინდა და ეგა. ჩვენ შანსებს არ ვმაზავთ. ვიდიათასი მანქანიდან ერთადერთი მიხვდა, რომ ზებრა იყო და ავარიული ჩართო მანიშნა, რომ გადადიო. მოვუახლოვდი ჩემ სასტუმროს. ამ ქუჩის ბოლოში არის ჩემი სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული ქუჩა არის ჯერჯერობით, რაც ვნახე ერბილში. სტიქიასთან ბრძოლის შემდეგ დავბრუნდი როგორც იქნა სასტუმროში. გადავლახე ყველა დაბრკოლება. ეხლა ცოტა ხანი დავისვენებ, მოწესრიგდები. გამოვიცვლი, იმიტომ რომ სველი ვარ და ამასობაში მოსაღამოდება კიდეც, რადგან უკვე 6 საათი დაიწყო ჩემთან და მე უკვე გავიდეთ და ღამის ერბილიც დავათვალიეროთ ერთად. რამხელა კარფური ყოფილა ჩემს სასტუმროსთან პირდაპირ და მე არ ვიცოდი. აქეთ მხარეს არც გამოვსულ ვარ. ვინც არ იცით, ერაყი არის მე-5 ადგილზე მსოფლიოში ნავთობის რაოდენობით და ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი არის რა თქმა უნდა ნავთობი და გაზი. ერაყის ქურთისტანის დამოკიდებული არის ერაყის ცენტრალურ ბიუჯეტზე, როგორც წავიკითხე და დაახლოებით 13-დან 17%-მდე მიაქვს ყოველწლიურად. დიდი არეულობების მერე, იმიტომ რომ როგორც ჩანს ვერ თანხმდებიან ხოლმე მაგ ყველაფერზე, მაგრამ დაახლოებით აი ამდენი მიაქვს და როგორც ჩანს ქურთისტანს ძალიან კარგად ყოფნის, იმიტომ რომ დანარჩენ ერაყზე ბევრად კარგად არის განვითარებული. და როგორც მითხრეს, ასევე ამ ტერიტორიას ამერიკელები აკონტროლებენ და ამიტომაც ბევრად უფრო ეტყობა რა ცხოვრების დონეს. აი მითხარით ეხლა ვის წარმოგედგინათ, რომ ერაყში ასეთი ცხოვრება იქნებოდა. მე პირადად საერთოდ სხვანაირად წარმომედგინა. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მე რომ მარტო ერბილში ჩამოვსულიყავი და სხვაგან არსად არ წავსულიყავი ერაყში, არასწორი წარმოდგენა შემექმნებოდა ერაყზე რა. ზუსტად ამიტომაც ვამჯობინებ ხოლმე, რომ ქვეყანაში რამოდენიმე ქალაქი მოვინახულო და ბევრი ადგილი ვნახო, რომ უფრო სწორი შეფასება გავაკეთოთ მერე.
ერთად, რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა არის, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოძრაობს, ბევრი კაფეები არის, მაღაზიებია და შესაბამისად ალბათ ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა. კაბაბი, მწვადი. ერთობა ესე ხალხი საღამოობით. შეხედეთ, რამდენი მაცივარი დგას ერთ მაღაზიასთან. რასასმელი იყიდება ამდენ. შიგნითაც არის მაცივარი. ხილი რა ლამაზად იყიდება, ნახეთ. მეთქი რასაკეთებენ, უკრიდან უყურებდი. ნამდვილი მეგონა და მეთქი რასაკეთებენ ეს გოგოები. ცოტა ბნელი ქუჩებისკენაც გადავუხვიოთ. აქედაც ვნახოთ რა ხდება. საშიშია თუ არა რამე. მე გამოვცდი ჩემ თავზე, თქვენ არ გინდა, თქვენ უბრალოდ არხი გამოიწერეთ. მაგრამ აქაც რა ვიცი. უბრალოდ სახლებია, დასახლებული პუნქტია, არც ბევრი ხალხი არ დადის. წინა ესეთი ლამაზი შენობა ჩანს, სავარაუდოდ სასტუმრო იქნება. შევეცდები ახლა რამე გემრიელი მოუძებნო და გარემ დავაგემოვნოთ და ამით დავასრულოთ ჩვენი საღამოს გასეირნება. Hello. You speak English? I want to order some shawarma or like this. One, two. This one, yeah? One. Just try. Chicken, yeah? Here? Yeah. Აი ესეთ ადგილზე შემოვედი. და მთავარი ოქროს წესი, ბევრი ადგილობრივია და ისე იგი გემრიელი იქნება. ჩემი შეკვეთაც მოვიდა და აი ესე გამოიყურება ეს ყველაფერი. რატომღაც მგონია რომ გემრიელი იქნება, რა შაურმა არის ცოტა თურქულ სტილში რა, თურქეთში არის ხოლმე ესეთი შაურმები. ქათმის არის და მოდი ერთად დავაგემოვნო. გემრიელია. სოუსი არის ცოტა მომჟავო და ძალიან უხდება. ფას რაც შეეხება დაახლოებით $2 ღირდა ეს ერთი ცალი ესეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტრაფიკების კულტურა ძალიან განვითარებული არის, აქ სადაც ვიყავი, ყველგან ძალიან ბევრი ობიექტი არის და იმასაც უნდა გაუსვა ხაზი, რომ ყველგან თითქმის სისუფთავი არის რა, ასე თუ ისე, სადაც ყოფილვარ, ბევრგან ხელთათმანებით აკეთებენ და ასე შემდეგ, რა, ძალიან სისუფთავი არის მაგ მხრივ. აგერ ტრადიციული ჩაის დასალევათაც შემოვედი, ბარემ რაღაც ნაქვარ. ძალიან გემრიელი ჩაი. ხვალ დაახლოებით 11-ზე, 12-ზე უკვე აეროპორტში უნდა ვიყო და ასე რომ ხვალ რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ მოვასწრებთ. უბრალოდ ნახოთ რამდენად სწრაფად გავივლით პროცედურებს და საბოლოოდ ტრადიციულად აეროპორტიდან შევაფასებ ერაყში მოგზაურობას. This is Turkish chai or this is Iraqi? Turkish? Kurdish chai. This is same like in Turkey because I've been. Okay. This is same like in Turkey, yeah, chai. Yeah. Different. Different, yes. Because in Turkey it's Don't add. no cup like this cup. Like yeah, like same. Yeah. I don't like with sugar. Without sugar? Yeah, I like without sugar. I'm from Georgia. Georgia. Yeah. And Georgian people also like chai. Yeah. Are you newborn? Yeah. I'm traveling around Iraq now, but today is my last day. Tomorrow I'm going Georgia. No. Baghdad, Basra. Baghdad, Basra, yes. Yes, but Erbil is better.
in this city. and the And Georgian people living here or no? You know someone from Georgia here? People from Georgia? No? Because some people say so many Georgians living in this area. in Erbil. Yes, but I don't meet anyone here. Აგერ ჩაიზეს დამპატიჟეს ფულიც არ გადამახდევინეს. ვერ მივასწარი სასტუმრომდე, სულ ცოტა მაკლია და ისეთი წვიმა დაიწყო, რომ კარფურში შემოვაფარე თავი. აი, წავედი. გააჩერეთ მანქანები. ესეც ჩვენი ერაყი მეგობრებო, გამოვიარე ყველა შემოწმება და მოდით პირველ რიგში გეტყვით აეროპორტის უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ მსგავსი უსაფრთხოების ზომები მე მართლა არსად არ მინახავს. პირველი შემოწმება გავიარეთ ტაქსით, რომ შემოვდიოდი აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც მანქანიდანაც გადმოგვიყვანეს, ჯიბეებსაც გიჩხრიკავენ, ძაღლები ყავთ, მანქანას ჩხრიკავენ და მოკლედ აი ძალიან დიდი შემოწმება გამოვიარეთ. მეორე იყო უკვე აეროპორტის შემოსასვლელში, სადაც ასევე შეგვიმოწმეს ყველაფერი, ჩანთები და ასე შემდეგ. მერე უკვე ავტობუსით გადმოგვიყვანეს თვითონ აეროპორტამდე, სადაც რა თქმა უნდა შემოსასვლელში თავიდან შეგვამოწმეს კიდე. და ეხლა გამოვედი duty free-ში და duty free-დან უკვე ჩემს gate-თან რო გავიდე, იქ კიდე ცალკე შემოწმება უნდა გავიარო. აი მოკლედ ასეთი დაცული აეროპორტია ერბილში. რაც შეეხება მოგზაურობას, თავიდან ბოლომდე მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი საინტერესო ადგილი მოვინახულეთ, ბევრიც დაგვაკლდა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ მოვინახულე, იმიტომ რომ ფიზიკურად აღარც დრო იყო და აღარც ფინანსები, ვეღარ გავაგზელებდი მოგზაურობას, მაგრამ ეს არის мотиваცია, რომ კიდე დავბრუნდე აქ და მომავალში კიდევ უფრო მეტი საინტერესო ადგილი განახოთ. მაგრამ თავარი მიზანი რაც იყო, გვენახა ერაყი მართლა ასეთი საშიშია თუ არა სამოგზაუროდ, მე მგონი ეს მითი უკვე დავამსხვრიეთ და რავი, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ არც ისე საშიში ქვეყანაა თუ იცი სად გადაადგილდები, რა თქმა უნდა. სიფრთხილეს თავი არ ტკივა და ამიტომ ზედმეტად ისეთ ადგილებში არ უნდა იაროთ, სადაც ტურისტები არ დადიან და სადაც ბევრი ხალხი არ მოძრაობს. შეიძლება ახალი მოგზაურობის შესახებ უკვე იცით, მაგრამ რა ვიცი, აქ მაინც გაგიზიარებთ სამომავლო გეგმებს. შემდეგი ქვეყანა, სადაც ვაპირებ რომ წავიდე, არის თურქმენეთი, რომელსაც ასევე ეძახიან მეორე ჩრდილოეთ კორეას, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა არის მსოფლიოში და ამ ქვეყანაშიც ასე თქვენ გემოზე ვერ მოხვდებით. მოკლედ თურქმენეთში ასევე გეგზალებათ თვითნებურად ქალაქის დატოვება, სასტუმროს დატოვება, გადაადგილებებზე შეზღუდვები არის, ასე რომ ზუსტად ამიტომ ეძახიან მეორე ჩრდილოეთ კორეას. მოკლედ, ერთი სიტყვით, ამ მოგზაურობით მე პირადად კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოგზაურობაში ჩემთან ერთად იყავით, ვინც არხი გამოიწერეთ და ეხლა შემოუერთდით ჩემს მოგზაურობას. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ვიდეოებს ალაიქებთ, არიზარებთ, თითო კომენტარს მაინც მიწერთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა შევხვდებით ახალ საინტერესო ქვეყანაში, ახალი საინტერესო ვიდეოთი.